ალმებით ძვირფასო მეგობრებო და მსმენელებო, უпроსტად კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გთავაზობთ ძალიან საინტერესო ვიდეოს ჭინჭართან დაკავშირებით. ამ ვიდეოს გთავაზობთ არქივარიუსი. ჭინჭარი დედამიწის მწვანე სისხლი. ასეთი სახელწოდება აქვს ამ ვიდეოს. ჭინჭარს აქვს თვისებაო თქვენი იმუნიტეტი რამდენიმე დღეში გადაწყვეტოსო. მისი მოლეკულარული კოდი აკეთებს ადამიანის სისხლის ასლს და ჩვენი წინაპრები ამ ბალახს უწოდებდნენ ღმერთის ქსოვილს. ნაწილი პირველი. გაბრასების ინექცია. ასეთი ქვე სათაური. დამტვრობის მექანიკა ბუნებამ რატომისა ჩვეულ სცენარეს უნარი ადამიანის მიაყენოს დროებითი ტკივილი. ჭინჭარი მხოლოდ კი არ იცავს თავს შეჭმისაგან. ბიოლოგიის თვალსაზრისით მისი ყოველი ფოთოლი მაღალ ტექნოლოგიური ჩასართავი მოედანია, რომელსაც აქვს მრავალი მიკროსკოპიული ზომის ამპულები. ეს ბუსუსები, ტრიქომები შედგებიან სუფთა კრემნეზიუმისაგან, ანუ კრემნი, ქართულათაც კრემნი ყოფილა, მინას რო აკეთებენ, ხო თავარი ნივთი არის იქ კრემნი. და ეს ბუსუსები, რომელიც მე მეგონა უბრალოდ ბალახი სინამდვილეში შედგება სუფთა კრემნეზიუმისაგან, ანუ კრემნისაგან. ეს სათუთი ორგანული მინა, რომელიც ტყდება შეხებისას და იქცევა იდეალურ ნემსად. წარმოგიდგენიათ? გონი დავკარგე ახლა. მე ამას გადათარგმნილი მაქვს და ვკითხულობ. ხო, აგერ ნახე. მე ეს არ მეგონა, მე მხოლოდ როდესაც უსმენდი ვიდეოსა თარგმნდი, მაშინ გავიგერ, რომ თურმე ჭინჭრის ნევსები ყოფილა მინა. კონტაქტის მომენტში ეს ნემსი ერჭობა ზედა კანში და თქვენ სისხლში წნევის ქვეშ უშვებს რთულ კოქტეილს. ეს მხოლოდ გაღიზიანება არ არის. ჭინჭრის შხამის შემადგენლობაში შედის ჭიანჭველის სიმჟავე, გისტამინი, აცეტილხოლინი და სეროტონინი. და სეროტონინი შედის ტვინის ნივთიერებაში, როგორც იცით. ჰორმონი, ბედნიერების ჰორმონი. ბედნიერების ჰორმონი, რომელიც ამ კონტექსტში თამაშობს როგორც ტკივილის გადამცემის როლს, თქვენ გძნობთ წვას, კანი წითლდება, ადგილობრივად დასივდება, ადგილობრივი დასივება ჩდება კმენის ადგილას, მაგრამ ამ მომენტში თქვენს სხეულში იწყება აღდგენის მაგია. ურტიკოთერაპია ეს არის დამწვრობების მკურნალობა მეთოდით, რომელიც იყენებს ცეზარის ეს ის მეთოდია, რომელსაც იყენებდა ცეზარის ჯარი, რომაული ჯარი, იმისთვის, რომ გაეთმოთ სახსრები ლაშქრობების დროს,
როდესაც შხამი ხდება ქსოვილში, ის იწვევს კაპილარების გაფართოებას სისხლი, რომელიც წლების მანძილზე გროვდება გაუნდრებლობის გამო ან ქრონიკული დაავადების გამო მიისწრაფის ზედაპირზე. ეს არის ძლიერი შოკერი პერიფერიული სისტემისთვის. ორგანიზმი იძლევა სიგნალს და მაკროფაგები და ლეიკოციტები მიისწრაფიან ზედაპირზე. ოსტეოარტრიტის დროს ჭინჭარი გამოიყენება უпроსტად ოსტეოარტროზის დროს ჭინჭრის გამოყენება აქვეითებს ტკივილს, ორგანიზმი პასუხობს შხამზე იმით, რომის გამოიმუშავებს საკუთარი ანთებით საწინააღმდეგო ნივთიერებებს. ეს არის ბუნებრივი აკუპუნქტურა, რომელიც ღირს ყველაზე იაფი. ჭინჭარი ერთ-ერთი მცენარეა, რომელიც აიძულებს თქვენ ორგანიზმს შეიგრძნოს ყოველი უჯრედი. ჭინჭრის დამტვრობა აღვიძებს იმუნიტეტს. ჩვენ მივეჩვიეთ იმ ასლს, რომ რკინა და ვიტამინები შეიძლება მივიღოთ ან ხორციდან, ან ძვირფასი წამლებიდან. ნაწილი მეორე, ქვენაწილი მეორე. ჭინჭარი ისა პატარა ისა თავით სახელწოდებით დედამიწის მწვანე სისხლი. რატომ არის მოლეკულა ჭინჭრის მოლეკულა ჩვენი მოლეკულის მსგავსი? ხო, თურმე ჭინჭრის მოლეკულა ყოფილა ჩვენი მოლეკულის მსგავსი, რკინის უпроსტად მოლეკულის მსგავსი. თუ თქვენ ნახავთ ადამიანური გემოგლობინის მოლეკულას, ჭინჭრის ხლოროფილის მოლეკულას თუ შეადარებთ ამ ჩვენი ადამიანური გემოგლობინის მოლეკულას, თქვენ გაგიკვირდებათ, რატომ და მათი სტრუქტურა პრაქტიკულად იდენტურია, ანუ გავს ერთმანეთს. აგერ თქვენ წინაშე არის, მე დავხატე სპეციალურად, გადავხატე უпроსტად, უკაცრავად, კალამს ავიღებ. ეს არის გემოგლობინის მოლეკულა, რკინის მოლეკულა, როგორ სახითაც არის ადამიანის ორგანიზმში, აგერ შუაში არის ფერუმი, ანუ რკინა, ეს C2O ჟანგბადის ელემენტი უდრი ისა ორი ჯოხი C ახლოს მოვიტან მაგას მე. ახლდა რომ ნახოთ კარგად. ეს არის გემოგლობინის მოლეკულა და შუაში აზოტი ეგერ N4-ს ნახეთ. ახლა შეადარეთ ეს ჭინჭრის იმას, რა ქვია მას, ხლოროფილის მოლეკულას. გემოგლობინის მოლეკულა, ეს არის ხლოროფილის მოლეკულა. შუაში არის მაგნიუმი, იქ რკინა, ფერუმი, აქა მაგნიუმი და ისევე 4 ისა N და შეადარეთ C2CO ზევითაც CC თუ ჩანს კარგად, ხო, იდენტურია მოლეკულები, ოღონდ ეს წითელია, ეს მწვანეა. კაცრავად. ასე. ბიოლოგების მაპატიეთ ხადახან ვითიშები. თუ თქვენ ამჩნევთ
კატარაქტის ოპერაციის შემდეგ მე უფრო უკეთესად ვკითხულობ. ფაქტიურად კარგად. ხუმრობით, იმიტომ რომ მე მიჩვეული ვარ რუსულად კითხვას, რუსულად წერას, რუსულად აზროვნებას, არა, ქართულად მელაპარაკებოდნენ ბავშვობიდან და მაგას მაყვედრებენ ზუგდიდში მეგრელები, ქართულად რატომ ლაპარაკობო, მეგრელი თუ ხარო. ნუ ასე გამზარდეს მეგრული ვიცი. მარგალიურ მუჭუა მიჩქ, მარგალიურ ნინა ვამიჩქუნო, მარა მერჩქანა ხოლო ქოიჩქუნა მერჩქანა მუსნიშნეს. კარგით, მოდით გავაგრძელო ხუმრობა ხუმრობით. ბიოლოგები საერთოდ ბიოლოგები ამ უზორს უწოდებენ პორფირებულს. რთოდა რთული სიტყვა პორფირებულ ატომს. ხო, აი ამ ჭინჭლის მწვანე მოლეკულას უწოდებენო მაპატიეთ ძართული გასატეხია პოფირვებულ ატომს. კიდევ გავიმეორებ, პოფირვებულ ატომს. განსხვავება ცენტრშია. აი ცენტრში ჭინჭლის ხლოროფილს აქვს მაგნი, განლაგებულია უბრალოდ მაგნი, მაგნის გარშემო აზოტი, ეს ჩვენი ჰემოგლობინის მოლეკულის შუაში განლაგებულია ფერუმი, ანუ რკინა, ასევე აზოტი გარშემო, მხოლოდ ცენტრებითა განსხვავებით. სხვა ყველაფერი იდენტურია. და რომელიც ხდის ჩვენ სისხლს წითელს. ანუ რადგან აქ რკინა აწითლებს ჩვენ სისხლს. და გადააქვს ჟანგბადი O2. ჭინჭარს კი ცენტრში აქვს განლაგებული მაგნიუმი, რომელიც მას აძლევს ზურმუხტ მწვანე ფერს, რაც აძლევს საშუალებას მზის სინათლე გადააქციოს ცოცხალ ენერგიაში. ანუ რაც აძლევს საშუალებას მზის სინათლე გადააქციოსო ცოცხალ ენერგიად. როდესაც მისი წვენი ხვდება ჩვენ ორგანიზმში, ის ახდენს ბიოლოგიურ ტრანსმუტაციას. მაგნი ჩვენ სისხლში ადვილად ანაცვლებს რკინას და აშენებს ახალ ერითროციტებს. ჭინჭლის ექსტრაქტი აღადგენს ფერიტინის დონეს, მაშინ როდესაც რკინის სინთეტიკური ელემენტები იწვევს უკუჩვევას კუჭში. რატომ მაინდამაინც ჭინჭარი? საქმე კონცენტრაციაშია. ჭინჭარში რკინა ბევრად მეტია, ვიდრე ვაჩლის ყველაზე ძვირ სორტებში ან ძროხის ღვიძლში. ჭინჭარი არის კომპლექსური ქარხანა კალიუმი 1-ისა, რომელიც პასუხგებელია სისხლის შედედებაზე და სისხლის ჯანმრთელობაზე. აგრეთვე ჭინჭარი შეიცავს ვიტამინს C-ს, რომლის გარეშე რკინა არ ითვისება. 4-ჯერ მეტი არის C ვიტამინი ვიდრე ლიმონში. ძველ დროს, როდესაც ზამთარში ბევრი ბოსტნეული არ იყო, ამზადებდნენ ჭინჭარს. დიახ, მეც მომიზადებია ჭინჭლის მწვანილი
და ხომთან მიჭამია ბევრჯერ ჭინჭრის წვანილი, მოთუშური ჭინჭრის სალათაც, ჭინჭარს ცოტა ჭინჭრის გახმობა ჭირს, ახლაც მაქვს გამხვარი ჭინჭარი და დავიწყე დალევა ამ ვიდეოს შემდეგ. ჭინჭარი შეიცავს ბეჯგუფის ვიტამინებს და ამიტომ წნევას წეს. ვისაც დაბალი წნევა აქვს, ჭინჭრის თავთავები უნდა შეაგროვოს. ოღონდ უნდა დარწმუნდეთ, რომ შეწამლული არ იყო ტერიტორია. და ჭინჭარი იზრდება ხოლმე პლანტაციებში, იზრდება თხილნარში და თუ რამეში შეგროვება გინდათ, ეს უნდა გააკეთოთ მანამ, სანამ პლანტაციები შეიწამლება. ხო, აგრეთვე შეიცავს, როგორც გითხარით, მაგნიუმს, კალციუმს, კალიუმს. ის ორგანიზმზე მოქმედებს როგორც ბუნებრივი დოპინგი. ის შეიცავს პროტეინებს, რომლებიც ამინომჟავები ახლოსაც ვერ მივა ცხოველურ ცილებთან. ეს არის მცენარე, რომელმაც შეიძლება ხორცი შეანაცვლოს. დიახ, სხვათა შორის სოიოზეც ამბობენ მაგას. სოიოც უდრის ხორცს. ჭინჭრის ქლოროფილი ფლობს ძლიერ არეულად მომსაწური სიჩქარეში დეტოქსით. აპარტია ძლის ამოვიკითხე. ახლა მეტყვი ზოგიერთი კითხვა არისიო, ქართულად ხო სიჩქარეში წელ ხოლმე და ვამოკლებ. ადგილიც ნაკლები რომ დაიკავოს. ახლა ვხედავ როგორ არა ნაწერს, მაგრამ მაინც მეშლება. მე კი არა, დიქტორები კითხულობენ ზილარიან და თუ რა გონიათ, ისინი ემზადებიან? არა, ეკრანზე ტექსტი ამოდის და ისინი აყოლებენ მხოლოდ თვალს. ახლა იტყვით, დიქტორში ადარავ თავი. არავის არ ვადარებ თავს, მე ვარ. ამიტომ მე ნუ მადარებთ ნურავის. ხუმრობ, მაპატიეთ. არ მინდა საწყნად დარჩეს ვინმეს, მაგრამ ზოგიერთი ისე რაღაცებს მომწერს. არ ვაქცევ ყურადღებას, უბრალოდ მეცინება ხოლმე. ხო, ჭინჭრის ქლოროფილი ფლობს ძლიერი დეტოქსის ეფექტს. ჭინჭარს აქვს დეტოქსის ეფექტი. ის კრავს მაპატიეთ, არ ვიცი რა დავწერე, არეულათა დაწერილი. ის კრავს მძიმე მეტალებს და გამოყავს ისინი ლიმფოს სისტემის მეშვეობით. მესამე ქვენაწილი. შემდეგი მესამე ნაწილი, ქვენაწილი თემით ღმერთების ქსოვილი და კორპორაციის შეთქმულება. ჩვენ შევეჩვიეთ, აღვიქვათ ჭინჭარი როგორც მწვანე ნაგავი. მაგრამ ჩვენი წინაპრები მიიჩნევდნენ ჭინჭარს მწვანე ოქროთ.
ჩვენი ისტორია სხვა გზით რომ წასულიყო, ჩვენ დღეს ბამბის ტანსაცმლის მაგივრად ჩავიცმევდით ჭინჭილისაგან მომზადებული ქსოვილის ტანსაცმელს. ხო, და ეს არ არის ფანტასტიკა. უძველეს საინფორმაციო ხელნაწერებიდან თითქმის ყველა ერებისა ჭინჭარი მოიხსენიება როგორც სტრატეგიული მასალა, მისგან შეკერილი იალქნები არ რპებოდა 10 წლეულების მანძილზე და გემების ბატრები, რომლებსაც შეეძლოთ რომლებსაც ჰქონდათ გამძლეობა, ჭინჭლის ქსოვილი არის უნიკალური ბუნების პოლიმერი, ის სხვა ქსოვილებზე უფრო მყარია და მსუბუქი და ანტისეპტიკური თვისებები ჰქონდა. ჭინჭარი შიგ ცარიელია, ჭინჭლის ისა სცენარის სულ მავიწყდება მაგის სახელი. ჭინჭლის სხეული შიგნით არის ცარიელი. ეს ქმნის თერმოსის ეფექტს. ჭინჭლის ტანსაცმელში კანის სუნთქავს 40 გრადუსიან სიცხეშიც კი, ზამთარშიც კი ქსოვილი სითბოს უნარჩუნებს სხეულს. დღეს რატომ არ ვხედავთ მაღაზიებში ჭინჭლის ჯინსებს? მსოფლიო არჩევის წინაშე იდგა. აერჩიათ ჭინჭლის რთული ტექნოლოგია, ან გადასულიყვნენ ბამბაზე. ბამბა მოითხოვდა მონურ შრომას პლანტაციებზე და წყლის კოლოსალურ რაოდენობას და პესტიციდებს, რაც ხდიდა მას იდეალურ საქონლად. ანუ შეიძლებოდა გაყიდვა, შეიძლებოდა მისი თესლების ხო, თესლების გაყიდვაც. ანუ ყველაფერზე აკეთებდნენ ფულს. ჭინჭლის მონოპოლიზაცია იყო შეუძლებელი. ის იზრდებოდა ყოველი ლობიოს გვერდით. მაპატიეთ, ყოველი ღობის გვერდით. ჭინჭარი ახასიათდება ყოველი ღობის გვერდით და ყველგან. ბოსტანში მისი დაპატენტება იყო შეუძლებელი. მისი თესლები არ იყიდებოდა. ამიტომ გიგანტურმა, ესე იგი, ეკონომიკის გიგანტურმა მფლობელებმა გააკეთეს ყველაფერი, რომ ჭინჭლის თვისებები დაეკმინათ ქსოვილი, რომელიც კანს კურნავდა და ემსახურებოდა 10 წლეულების განმავლობაში. იაფმა, სუროგატმა ბამბამ და სინთეტიკურმა ქსოვილებმა შეცვალა, რომლებიც ერთ სეზონზე იცვითებიან და თქვენ გაიძულებთ ისევ ახალი იყიდოთ. ხო, ტანსაცმელები იცვითება ზოგიერთი. ის რაც არ იცვითება, ის არის ან სინთეტიკა, ან პლასტიკი. ჭინჭარი უბრალოდ კი არ აცნობდა ადამიანს, ის იყო ენერგიის განაწილებელი. ჭინჭლის ცოცხლებს იყენებდნენ აბანოში, სისხლის ასაჩქარებლად, კი არა, არამედ მენტალური სიმძიმის მოსახსნელად. და ამით დამთავრდა ეს თემა. მადლობთ ყურადღებისთვის. ხვალამდე.